მოგესალმებით, ვაგრძელებთ ბათუმის ტურნირის პარტიების განხილვას. დღეს შემოგთავაზებთ მესამე და მეოთხე ტურის პარტიებს. ვისაც არ გინახავთ პირველი ორი ტურის პარტიები, შეგიძლიათ ნახოთ საკმაოდ საინტერესო პარტიებია, განსაკუთრებით პირველი ტურის პარტია. მესამე ტურში ხდებოდი ტელეფონში ჩავიხედო რო არ შემეშალოს. სტეფანია ნარარაც სომეხ მოჭადრაკეს, რომლის რეიტინგიც იყო 1987. მე ვარ თეთრი ფერით. მეორე ტურის სინანული გამოყოლილი მაქვს, თუმცა პარტიაზე რატომღაც და როდესაც ჭადრაკს თამაშობ ეგრეც უნდა იყო ხოლმე, მოვედი ისე რომ უფრო მოგებას ველოდი. მოსაგებად მოვედი მოკლედ კარგი განწყობით, მივედი C4-ს, მოვიდა E6, G3, D5, მხედარი F3, მხედარი F2, G2, Q7, როქი D4 და მოყვა DC. აქ მახსოვდა რომ უნდა მეთამაშა ზიერ C2. თუმცა ვეღარ გავიხსენე შემდეგი სვლები და მომიწია ფიქრი. იმით დავიწყებ რომ C4 მქონდა მომზადებული პირველი სვლა ამ ტურნირისთვის. მიუხედავად ამისა, თეორიულად მაინც ვერ ვიყავი კარგად მომზადებული და მივედი მხედარი E5-ს, მოვიდა მხედარი C6-ს, რაც ჩოლები ვარიანტია მოყალით და აქ ვიფიქრე საკმაოდ ბევრი, მინდა და მხედარი A3-ის ან მხედარი C3-ის თამაში, საბოლოო ჯამში არც ერთი რა გადაწყვეტი და ბოლოს C6-ი მოვკალი, მოვიდა ეტლი B8-ს. ეს პირველი 9 სვლა გააკეთა. დაუფიქრებოდ აბსოლუტურად არ ვფიქრე ერთი წამიც კი. როგორც კი სვლას გავაკეთებდი, არც კი იწერდა ეგრევე სვლას მიკეთებდა. მე კი საკმაოდ რო დავხარჯე თან პარტიაზე დავაგვიანე, თითქმის ყველა პარტიაზე დავაგვიანე 10-15 წუთი. რაღაც მიზეზებიდან გამომდინარე. მოვიდა მხედარი C3-ს, რომელიც თლად ზუსტი სვლა არ არის, თუმცა არც ცუდი არ არის და აქ ჩემო მეტოქემ მიფიქრა თითქმის 1 საათი. რამაც მე ძალიან გამოკვირვა და საბოლოო ჯამში დამეხმარა კიდეც რომ მხოლოდ მე არ ვიყავით საიდნოჩი. და საბოლოო ჯამში მოვიდა მხედარი D5-ს, რომელიც სვლას მე ყველაზე მეტად არ მომწონდა სხვათა შორის. თუმცა არც Q7 მომწონდა დიდად. Q7 რომ მოპირებდი მოკლას და E4-ის თამაშს, ეს პოზიცია არ არის წაგებულთან ახლოს. მსგავსი არაფერი, უბრალოდ მაინც დიდად არ მომწონს რა. თეთრის პოზიცია, თუნდაც C5 რო ითამაშოს, ალბათ D5-ს უნდა მივიდე და ეტლ D7-ზე გადმოდის. ისეთი არაფერი ხდება, თუმცა დიდად არ მსიამოვნებდა ეს პოზიცია. ასევე არ მომწონდა არც რაღაც ისეთი სვლები, არაფრის მომცემი სვლები, რაღაც A6 რო მოიწიან რაღაც ეგეთი. დიდად არ მომწონდა არც ეგ ვარიანტი. თუმცა ასევე არ გადიოდა ეტლ B6-ის ვარიანტი, აქ თუნდაც Q7-ს მოვიდოდა ეტლ D6-ს გადმოყვანა, ამ პაიკს არაფერი არ ემუქრება, რომც არ დავიცვა საერთოდ, არაფერი არ არის აქ. და ხარისხს წააგებს მე, ან თუნდაც აქ ჩავა A7-ზე მოყავდა, ეს მოგებული პოზიცია. მხედარი D5-ს მოვიდა, მხედარი D5 არ მომწონდა, იმიტომ რომ E4-ის მერე მხედარი B4 ჰქონდა. და მხედარი B4-ზე თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ აქ კუკიდია, თან მხედარი D3-ზე შემოდის და ეს პოზიცია არც ეს ასე ამონა მეთქი, თუმცა მე დავინახე, რომ Q5 მქონდა ეგეთი სვლა და თუ აქ შემოვა, უბრალოდ ავიღებ და პოზიციაზე მივდივარ, მხედარი B2, Q2, ეტლ B2, ზიერ D3 და აქ პრობლემები არ მაქვს დიდად, არც ისეთი პოზიცია არ მაქვს, რომ აქ კიდევ თორემ უნდა მოგვიგო მეთქი, თუმცა პრობლემა არ მაქვს დიდად ამ პოზიციაში რა. ამ პოზიციაზე შეუძლებლად ვიყავი წამსვლელი. თუმცა მხედარი B4-ს არ შემოსულა და საკმაოდ ფიქრის შემდეგ მხედარი B6-ს გაწია, ალბათ თვითონაც მხედარი B4-ზე Q5 თავიდან ვერ დაინახა, არ ვიცი 1 საათი რას თვლიდა. თუმცა ხშირად ხდება ისე, როდესაც ძალიან დიდ ხანს თვლი ერთ სვლას, რომელიც არც ერთული გასაკეთებელია თითქოს, მე რაღაცაში იბნევი და საბოლოო ჯამში ცუდი სვლები არ გავუკეთებია, მაგრამ ასე მოხდა მხედარი B6 ცოტა უზუსტობა იყო, მივედი Q4-ს. A4, A5-ის იდეა არის აქ, თუმცა Q4-ის მისვლა მინდა და C7 პაიკზე ვფიქრობდი ზეწოლის მინდანას, თუმცა აქ მოვიდა Q7-ს და სწრაფად უნდა მომეხდინა რეაგირება. Q7-ის მოკვლა არ მინდოდა და გასვლა, ცოტა მინდოდა გამერთულებინა, ამდენად გავართულე. ძნელი სათქმელება მივედი D5-ს, Q6 DC.
ლაზერი ეროს აუცილებლად ითამაშა და აქ მაგ ვარიანტი დათვლილი არასწორად. Просто აი რაღაც ამერი აქვს და აი რამე 27 ეტლიცება კუბეებში აბი ლაზერი D7-ის მერე მგონია რომ თუ ეტლიცე 6 მოკლავს მე მოკლავ ლაზერი A7-ს და ეს პაიგი აღარ არის რა აი ასე მგონია რომ აქ მოვა ლაზერი A7-ს და ეს პაიგი აღარ არის რა ამ პაიგს კლავი ალბათ დათვლის დროს რომ აბეკუდება რაღაცნაირად შემოგონებამ ქათიშა. და ეს პოზიცია მომწონდა და ამაზე წავედი, მაგრამ ერთ დავინახე რომ გავსი არაფერი არ ხდებოდა, ახლა ეტლიცე 6 უბრალოდ ეტლიდერს უნდა მოვიდესო. და არის თანაბარი პოზიცია, Q6 მოვიდა, ლაზერი B7 გავწიე. მოვიდა ლაზერი A8-ს, ეტლიდ7 შევედი. აქ უკვე მხარაც არის ეტლიდ7, თქვათ A6 რო ითამაშოს. ეტლიდ7-ია, მაგრამ რეალურად ეტლიდ7-იც დიდად არაფერს არ ამაძლევს ამ პოზიციაში. ესეთ პოზიციაა. ლაზერი B7 მოყვა ვოკალი ეტლ B7 მოვიდა ეტლ D8-ს უკას რავა ჩემი ხმისთვის ფილტრები ვერ მაღწია სრიგში და მაგის ბრალია მაქსიმალურად ცდილობა ხო არ დავახველო და ჯერჯერობით კარგად გამომდის რა ეტლ D1 მხედარი D1 გადავედი თანაბარ ენჩპილში სადაც ნუ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება ну, აი აქ იყო ერთ-ერთი მომენტი, სადაც მოვიდა E5-ს. ხედარ C3-ზე great moves დიდებულს იმიტომ წერს, რომ ერთ-ერთი სვლა არის პარტია რომ არ წავაგო. იმიტომ ეტლ F6-ი მოდის. და ამას დაცვა სჭირდება და ხედარ C3-ით ეტლ F6-ს მე ხედარ D1-ს ჩავდივარ და B2 პაიგის დაცვლა და F2 პაიგის და რეალურად აქ შავს პოზიციის გაძლიერება არ შეუძლია. მოდის ეტლ C6, ეტლ B7, F5 გაიცვალა, ესეც გაიცვალა და მე F4-ზე შემოთავაზა ყაიმი. და დავთანხმდი, იმიტომ რომ არაფერი არ ხდება აქ ისეთი. 28 სლაში ვითამაშეთ ყაიმი. სახში რომ მოვედი, რაღაც საკმაოფილი არ ვიყავი ამ ყაიმით, დაფაზე ვერაფერი ისეთი ვერ დავინახე რომ მოსაგები მქონოდა, მაგრამ აი რაღაც ისეთი განცდა მქონდა რომ ყაიმი მოკლედ ვერჩათვალე დადებით შედეგად, მაგრამ შემდეგ განვიხილე ეს პარტია და როდესაც წავიკითხე რომ 99%-ით მქონდა ნათამაშები, 99.1% და იმას 98.9-ით მაშინვე დავივიწყე ყველაფერი და ჩავთვალე რომ ეს იყო მშვენიერი პარტია. და რეალურად ალბათ არასდროს არ მითამაშე ამ ხელა პროცენტით. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც განსაკუთრებული არაფერი მოხდა, მაინც შეცდომის გარეშე ჩავატარე ეს პარტია და ну, ამით აღმავაფილდი ასე ვთქვათ. 3 ტურის თავზე მქონდა უკვე 2 ქულა. შეეხება შემდეგ ტურს. მეოთხე ტური იყო მოკლედ ყველაზე საკვანძო ამ ტურნირზე. და ყველაზე რთული ჩემთვის ფსიქოლოგიურად და დანჩენზე მე ვისაუბრე პარტიას როცა ნახავთ. მეოთხე ტურში ხვდებოდი კალანდაძე მარიამს, რომელსაც 1970 ჰქონდა რეიტინგი. ну ამ პარტიაზეც ისე მივედი რომ თითქმის ეჭვი არ მეპარებოდა რომ ამ პარტიას არ წავაგებდი და უფრო იმედი მქონდა რომ მოვიგებდი. მოვიდა მხედარი F3, მხედარი F6, G3, G6, Q7, G7, Roki, C4. და აქ რივიუს ჩართავ რომ გამოჩნდეს აქ რომელიც არის საეჭვა და რომელიც ცუდი და შემდეგ. ეს იყო ძალიან ახლა ნახავთ მხედარი F3, Roki, C4, D6, D4 აქ გადაწყვეტე C5 მისულიყავი, მოვიდა D5-ს. რეალურად ეს არ მქონა გარჩეული, მაგრამ Q4-ს მივედი რაც არ ჩანს სწორი და არც არის სწორი, თუმცა მივედი Q4-ს. რეალურად არაფერს მომცემს და არ ჯერჯერობით. ხედარი C3-ს მოვიდა, ლაზერი C8 გავწიე. ნუ სადღაც Q-ში 3 მინდა. მოვიდა ლაზერი B6-ს. აქ საკმაოდ ბევრი ვიფიქრე რა უნდა მეთამაშა. და საბოლოო ჯამში ხედარი A6-ს მივედი, რაც კარგი შტო იყო. და ზივარ დაფაზე და ვფიქრობ რა შეიძლება იყოს ჩემი გეგმა და ვერაფერს ისეთ ვერ ვხედავ თეთრ უპირატესობა აქვს. ვერაფერი ისეთია, არაფერი ისეთი არ ჩანს შავისთვის რა ამ მომენტში რომ იმაზე ითამაშოს და უცებ ჩემი ეტოქი თამაშობს H3-ს, რამაც არ ვიცი. გამაოცა პირდაპირ შეიძლება ითქვას რა. H3 იყო
ცუდი სვლა კომპიუტერით სამსო ცუდი სვლა იყო, მაგრამ რეალურად ძალიან ცუდი სვლაც არის, იმიტომ რომ აქ H3-ის თამაში უბრალოდ არ შეიძლება. უკალი H3 რა თქმა უნდა და H3 მოკლა კიდევ ერთ ცუდი სვლა. ლაზერი H3, ლაზერი B7. აქ უკვე გვზენოთ, რომ სწორი სვლები თუ ვითამაშებ ამ პარტიას მოვიგებ რა. ეს არ არის ხან თლად მოსაგები ჯერ. მაგრამ უკვე დიდი უპირატესობა ხედარ B4 აქ აუცილებელი სვლა არის და აქ კიდევ ერთ ძალიან ცუდ სვლას თამაშობს ლაზერი E7. ამას ოდესაც უყურებდი. აი ლაზერი E7 როგორც კი მოკლა გამიკვირდა კიდევ ერთხელ H3-დან დაწყებული მაგის სხვადასხვა გამიკვირდა და აქ უკვე ვფიქრობ რომ მოგებული მაქვს ეს პარტია. წყნარად ვარ, შვიდად ვარ, ხედავ რაღაც იდეებს, მაგალითად ხედარი C2-ის იდეა მაქვს, თუმცა შენად დავინახე რომ თუ ლაზიერს აქედან გავაგდებ ეტლით D6-ზე მოკავს დიდი ალბათობით, იმისე დაერია პაიკებს რომ ამასაც მოკავს და ეტლი E5 მაქვს. აღონ იქამდე შედივარ ხედარი G4-ს. ხედარი G4-ს რო შევდივარ ეს სამხედარს აღარ აძლევს საშუალებას რომ გაიყეს, იმიტომ რომ შამათი იქნება. ხედარი C2 არ მომეწონა, იმიტომ რომ შეეძლო ხედარი G5-ს მოსულიყო ჯერ. და ამ ხედარს ლაზიერს აგდებს აქედან, აქ საშამათო მუქარები აღარ არის. ამიტომაც მივხვდი რომ აუცილებელი იყო ლაზიერზე დამუქრება და აქ დავუშვი ისეთი შეცდომა, რომელიც დღემდე საკუთარ თავს ევროპატია რა. აქ ვითამაშე ეტლი F2. რაც არის უდიდესი შეცდომა და ძალიან ცუდი სვლა. ფაქტობრივად ცოტა გადამეტებული იქნება მის ხომ ამ სვლამ გადაწყვეტა ჩემი ტურნირის ბედი, მაგრამ ასე იყო ფსიქოლოგიურად ძალიან რთულად აღვიქვი ეს ყველაფერი. აქ ლაზერი F7 იწირებოდა, ეს ვერ დავინახე. და როგორც კი ლაზერი F7 მოკლა, აი მომენტშივე ჩემთვის თითქოს აი ტურნირი დამთავრდა აქ რა. აქ მეფე აშვა გავწია, იმდენად განადგურებული ვიყავი იმ მომენტში ლაზერი F7 რო დავსვი მაგისგან. რეალურად მეფე F7 რომ მოკლა ხედარი G5 და მეფე G რომ ხედარი H3-ის მე ორი პაიკით ვარ უკან, მაგრამ იგრევე განადგურებული და წაგებული პოზიციაც არ არის. დიდი ალბათობით ამას მაინც წავაგებდი, მაგრამ ამის თამაშის თავიც აღარ მქონდა, უბრალოდ გავწიე და მე ამას მოყვა კიდე მორიგი საშინელი სვლები აქ ეტლი H1 აქ და დამთავრდა თამაში. აქ უბრალოდ ფორმალურად მოვუკალი ასე და აქ დავნებდი უბრალოდ აღარ შემეძლო ამ პარტიის გაგრძელება. როდესაც პირიქით პოზიციაში გასულიათ 13 სვლა და აქ მოგებული მაქვს ეს პარტია, იმიტომ რომ ეტლი A8 უნდა მეთამაშე. ეტლი A8-ის მე ლაზერი F7 აღარ გიდია. თამაშის მე რო კითხე რომ მეორე ეტლი რომ მოსულიყავ, რას აპირებდი მეთქი და მეთქი ლაზერი D6 მოკლავდიო და ლაზერი D6-ზე მეთქი ხედარი G4. აქ მაქვს უამრავი მუქარა, აი არაფერი რო არ გააკეთო და მოხვიდე A4-ს. შემიძლია ეტლი A5-ს მოვიდე და ეტლი H5-ზე გადამყავს. და აქ შამაც ვეღარ იცა. იძულებულია ლაზერი მომცეს და ლაზერს მომქცემს აქ დამთავრდება თამაში. ნუ აქ Q4 აქ ალბათ ერთადერთი სვლა. ამიტომ შეიძლება იბრძოლოს, ხედარი C2-ს მოვდივარ. ახაც რამდენიმე ვარიანტი აქვს, ან უნდა დატოვოს ეს საერთოდ, ან დიდი ალბათობით რადგან ვერ ხედავდა. როგორც მე მივხვდი, ვერ ხედავდა აქ საერთოდ რა მუქარები იყო შავების მხრიდან. ახ ალბათ ეტლი D1-ს მოვიდოდა და მხედარი D4 მაქვს, რაზეც უკვე აუცილებელი ხდება ეტლი D4. CD მაქვს და აქ ფიგურა კიდია. თუ ამ ფიგურას გაწევ, G5 მაქვს. ხედრით ვერ ყავ, იმიტომ რომ ლაზერი A2 შამათია. Q5-ზე, ნუ არ ვიცი. Q5-ს წერს პირველ სვლას და Q5 მაქვს G3-ზე კიდია და გამოუვალი სიტუაციაა მოვალ თეთრისთვის. თუ ამას არ მოყავს, მაინც Q5 მაქვს. Q5-ს ვერ იცავს ვერანაირად. აქ ლაზერი E5 წერს უკვე კომპიუტერი, იმდენ ძიმე პოზიცია, ლაზერი A6 რო გაწიოს უბრალოდ. Q3 კვდება და F-ში ლაზერი G3 H1-ზე ეტლი E2-ის მერე შამათი არის ორ სვლაში. ვერ იცა უბრალოდ. ეს ყველაფერი გაანალიზებული მაქვს, ოღონდ ეტლი E8-ზე ლაზერი F-შიც ვერ ხედავ რა. დანარჩენი თითქმის ყველაფერი გათვლილი მაქვს, როდესაც ეტლი E2-ს თამაშობ. ასეთი შეცდომის გამო როცა ვაგებ, როცა აი 13 სვლაში მოგებული მაქვს პარტია ეტლი E2-ის მერე ალბათ 4-5 სვლაში დამთავრდებოდა პარტია და ასეთ შეცდომას უშვებ და ვაგებ 4-დან 3 ქულა უნდა მქონოდა და 4-დან 2 ქულაზე ვრჩები, ეს რა ჩემთვის რაღაცა საშინელება რა.
თუმეტეს წინა პარტია მეორე მესამე ტურის პარტია 99%-ის სიზუსტით ვითამაშე, იქამდეც კარგი პარტია მქონდა. მიხედავთ იმისა, რომ რაღაცები ვერ დავინახე. საკუთარ თავის უფრო მეტად დავიჯერე წინა პარტიებიდან გამომდინარე და ამ ეს პოზიცია რომ მივიღე იქიდან გამომდინარე და უცებ თამაშობ ამ სვლას, რომლის მერეც ვაგებდა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძიმე მარცხი იყო ეს ჩემს კარიერაში რა. ძალიან ძიმე იყო, სიმართლე გითხრათ, ტურნირის გაგრძელება აღარც მინდოდა. იმდენად ლაზერიევ 7 უბრალოდ. ყოჩახ იმას რომ დაინახა. თლად მარტივიც არა ლაზერიევ 7-ის დანახვა. მე საერთოდ ვერ დავინახე, როდესაც ვთვლიდი, მაგრამ რთულიც არ არის. ტურნირის გაგრძელებაც აღარ მინდოდა ამის მერე, თუმცა რაღაც პასუხისმგებლობები რადგან მქონდა. იძულებული ვიყავი მეთამაშა რა. რა თქმა უნდა ეს არ არის მისაბაძის აქციელი, რომ ამ წაგების შემდეგ ავწყდი და ფაქტობრივად მე ჩემს ჯანმრთელობაზეც აისახა ეს, მაგას ვირუსიც დაემთხვა და სხვა რაღაცებიც, მაგრამ აი ამის მერე ფაქტობრივად ისე დაემთხვა, რომ აი ჩემთვის ტურნირი თითქმის მორჩა რა. აქ დამთავრდა ეს ტურნირი მეოთხე ტურში. 4-3 რომ ექნებოდა, მე რა ექნებოდა კაც მარიცის, არაფერი გარანტია არ მქონდა, რომ მომდენო სიტყვაზე 2-3 თამაში ეძებ და არ წავაგებდი, მაგრამ საერთოდ სხვა мотиваცია და სურვილი მექნებოდა თამაშის. შემდეგი თამაშები ჩავატარე ისე, რომ აი აღარ ჭადრაკი მეზიზღებოდა იმ მომენტში. საკუთარ თავზე ვიყავი ძალიან გაბრაზებული და საკუთარ თავის მიმართ ეს აგრესია რამეზე გადამეტანა, ჭადრაკზე გადავიტანა, ფსიქოლოგიურად ჭადრაკზე გადავიდა და საერთოდ აღარ მინდოდა ჭადრაკის დანახვა. მოკლედ ასეთი საშინელი გამოვიდა მეოთხე პარტია. ამ პარტიას არაფერი არ დამავიწყეს ცხოვრებაში, სანამ თუ ამნეზია არ დამემართა და ჭადრაკი საერთოდ არ მოიშალა ჩემი ხსიერებიდან. აი ამ სულას არაფერი არ დამავიწყეს, მით უმეტეს რომ ძალიან ირონიული რაღაცა არის. ფოტოებს იღებდნენ იქ და Facebook-ზე დევს ეგ ფოტოებს სხვათა შორის და შემდეგ მოუძებნე და 2 ფოტო არის ჩემი. ვერ დაგასპოილეროთ, მეორე ფოტოზე არაფერს ვიტყვი და პირველი ფოტო არის ზუსტად გადაღებული ამ მომენტში, როდესაც ეს პოზიცია მიდგას და აქ ვფიქრობ. და აქ რეალურად თავში მიტერებს ის აზრები, რომ ვიგებ ამ პოზიციას, გავდივარ სახლში ვრეკავ, ჩამიწერეთ ერთი ქულა, იქ დავთარსაც წარმოვიდნენ ჩემი ძმაკაცები. რომ პირველ ტურში ერთი ქულა, მერე ნახევარი, მეთქი მიაწერეთ კიდე ერთი ქულა და აი ხასიათია რაღაცა ზღვაზე გავალ, მერე რესტორანში წავალ საღამოს. მივდივარ ეტლიერვას, დგები მაგიდიდან გავდივარ საფირფარეშოში, აი ხასიათზე ბრუნდები და დაფაზე ხდება ლაზერი F7 და აქ გამოჩნდა ძალიან ბევრი რაღაცა მაჩვენა ამ პარტიამ რა. თან მიწაზე დამიშვა, თან მაჩვენა რომ ფსიქოლოგიურად ჭადრაკისთვის არ ვარ მსად, ფსიქოლოგია ჭადრაკში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რა, ალბათ არანაკლებიც ვიდრე თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობა. მოკლედ სულ ეს იყო ამ ვიდეოში, შემდეგ ვიდეოში ნახავთ მე-5 და მე-6 ტურის პარტიებს. დამიწერეთ თქვენი აზრი. ეს პარტია შეგიძლიათ ჩემი შეცდომიდან თქვენც ისწავლოთ და აი აქ როდესაც გრძნობთ, რომ აბსოლუტურად მოგებული გაქვთ, ცოტა მეტი იფიქროთ რა. და არ დაასუსტოთ ეს F7 უძრა, მოდით მეორე ეტლს და აქ დამთავრებულია თამაში, ხედარი G4 ეტლია 5 ეტლაში 5 მინდა, ხედარი C4, ხედარი D4, შავს აქ უზარმაზარი უპირატესი. და ეს ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ აქ H3 ითამაშა, რაც არ ვიცი, აქ H3 არ უნდა ითამაშა და აქ ეს პაიკები არ ღირს რა, ამ შეტევის მიცემა. სამოსწავლოდ კარგი პარტია მოკლედ. აბა მომავალ შეხვედრამდე.